აქ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა და არსებობს კონკრეტული საშუალება იმისთვის, რათა ქვეყანა ახალ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებამდე მივიდეს და ამ ყველაფერს ჰქვია ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ამ წუთებში ანტიკრიზისული პლატფორმა წარმოადგენს. კონკრეტულად კი ეს გეგმა და ანტიკრიზისული მთავრობა ამუშავდება და ამოქმედება მაშინ, როდესაც ქვეყანა უკვე გარდაულად დგას ცვლილებების პერიოდში, როდესაც ქვეყნის სათავეში არის არა პოლიტიკოსები, არამედ ექსპერტები და კონკრეტული ცოდნის და განათლების მქონე ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა უნდა მოამზადონ სისტემურად იმისთვის, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, სადაც უკვე საზოგადოება თავად მიანიჭებს სხვა ადამიანებს, პოლიტიკოსებს და პარტიებს იმის საშუალებას, რომ მართონ ქვეყანა. გარდამავალი პერიოდისთვის კი აქ უკვე საჭირო არის ანტიკრიზისული გეგმის და მთავრობის ჩამოყალიბება. ასეთი მაგალითები, როგორც გვითხრეს, არსებობდა რუმინეთში, სადაც 2015 წელს სწორედ ანტიკრიზისული მთავრობა და გეგმა ამუშავდა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ახლა ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლები საკუთარ გეგმას აცნობენ, წინასწარ გეგმას აქ მყოფ ექსპერტებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და აცხადებენ, რომ მთავარია ხალხმა გაიგოს ამის შესახებ და ხალხმა მოითხოვოს, რომ ქვეყანა სწორედ ეს გეგმა სჭირდება. იცით ის, რომ ქართული ჯგუფი მუშაობდა ანტიკრიზისულ პროგრამაზე, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო დაპირებას იძლევა. მოსული ვარ ერთი მიზნით, რომ მოვისმინო, გავეცნო და დავინახოს, რაც შეიძლება ჩემი და ჩვენი ადგილი მოიძებნოს ამ საერთო ძალისხმევაში, რასაც ვითარების გაუმჯობესება ხდება ქვეყანაში. უკვე დრო არის ქართულ პოლიტიკაში გაჩნდეს ინტელექტუალური კონტრიბუცია და დღეს მე მგონი ჩვენ ამის მოწმენი გავხდებით. საზოგადოებაში უნდა მოხდეს ერთგვარი კონსენსუსის ჩამოყალიბება, როგორ მოხდეს ამ კრიზისიდან გამოსვლა და შემდგომი ნორმალური პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფა. ერთგვარი გარდამავალი პერიოდის ისე გასვლა, რომ საქართველოს გადარჩეს როგორც ქვეყანა და საქართველოს პოლიტიკური სისტემა, ანუ სისტემას არ ახასიათებს მუდმივი კრიზისები. დაუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ფარგლებში. აი ამ გადმოსახედიდან თუ რა პოლიტიკური პრიორიტეტები და პრინციპები არის ფუძემდებლური, სწორედ აი ამ პრინციპების წარდგენა ხდება დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა ეხება სისტემურ ცვლილებებს იმისთვის, რომ გამოვიდეთ არსებული კრიზისიდან და ხელმეორედ აღარ აღმოჩნდეთ მსგავს კრიზისში. ანტიკრიზისული გეგმა შექმნილია ანტიკრიზისული ეტაპისთვის, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან არა პოლიტიკოსები დროებით, არამედ ექსპერტები, რომლებმაც იციან როგორ მართონ კრიზისები და დაეხმარებიან ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში. სწორედ ეს გეგმა იქნება მათი სახელმძღვანელო, რომელიც იქნება შექმნილი საზოგადოების ჩართულობით. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როგორც ტექნიკური მთავრობის თქვენთვის ცნობილია და მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებამ თავად უნდა მოითხოვოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რომ გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი არის პოლიტიკური პროცესების მიღება. ნეიტრალური და მოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ქვეყნებშიც არ ქონდათ მოლოდინი, რომ ეს დადგებოდა, მაგრამ აი რუმინეთის მაგალითი არის ჩვენთვის ცნობილი, როდესაც ხალხმა მოითხოვა და ხელისუფლებას მოუწია დათმობა და გადაბარება ანტიკრიზისული მთავრობისთვის, ასე რომ ყველაფერი საზოგადოების ხელში. როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა, როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი და რა უფლებები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, ეს არის მთელი რიგი საკითხები, რომელზეც ახლა მსჯელობენ ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლები, საკუთარ ხედვებს აცნობენ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას და ბუნებრივი არის უკვე ეს გეგმა და ეს საკითხები უფრო საზოგადოების ფართო წრეებშიც იქნება განხილული და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი არის ასეთ კრიზისულ პერიოდში საზოგადოება მიცოდეს, რომ არსებობს გამოსავალი, არსებობს გეგმა, რომლითაც ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდება და რომელიც მოამზადებს ქვეყანას ახალი სამართლიანი არჩევნებისთვის.